ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება და სამართალდარღვევაზე კანონით დადგენილი სანქციები გავრცელდება. როგორც საარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამღვროს ჯარიმა დაეკისრება ყოფილი მოტეხნიკოსისათვის. გარემოზე მიყენებული ზიანის სიმძიმის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა 200 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. აღნიშნული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად გარემოს სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბზობა თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, მაგრამ ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ უნდა ბზას მცენარეს, რომელიც არის ენდემური სახეობის, რომელიც არის შესული საქართველოს წითელ ნუსხაში, ან დაცულია კანონით, არ მოვექცეთ უდიერად ვამკაცრებთ კონტროლს და შესაბამისი ჯარიმები არის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართლებრივ სანქციებს ჯარიმების სახით, რომელიც მერყეობს 200-დან 600 ლარამდე. ხოლო თუ ზიანი, თქვათ, უფრო მაღალია, არის 1000 ლარზე მეტი, ამ შემთხვევაში ის სისხლის სამართლის კოდექსითაც განიხილება.